მოგესალმებით. დღეს არის ჩვენი შემდეგი ეპიზოდი, e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ Paysera ბანკში. Paysera არის პირველი ციფრული ლიცენზირებული ბანკი და დღეს ვხვდებით კომერციულ დირექტორს ანა თურქაძეს. ანა, დიდი მადლობა, რომ დავთანხმდით ინტერვიუზე. და პირველ რიგში მინდა გკითხოთ თვითონ Paysera-ს შესახებ, რა თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ აი საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რა ისტორია გაქვთ რა. მადლობა ლადა რომ გვესტუმრეთ ჩვენს ფილიალში. Paysera ბანკი უკვე 2 წელია საქართველოს ბაზარზე არის შემოსული. ავიღეთ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია და ვართ Paysera-ს ქსელის წევრი. თვითონ Paysera-ს ქსელი უკვე ბალტიისპირეთში 20 წელზე მეტი არის, რაც არსებობს, მოიცავს მთელ მსოფლიოს და 8 ქვეყანაში ჰქონდა თავისი წარმომადგენლობა. ჩვენ შევუერთდით უკვე როგორც მე-9 წევრი და საბანკო საქმიანობის ლიცენზიით დავიწყეთ ოპერირება. საქართველოში შემოვიტანეთ ძალიან ბევრი ისეთი პროდუქტი, რომელიც აქამდე არ იყო და რომელმაც მოგცა შესაძლებლობა, რომ მომხმარებლებისთვის შეგვეთავაზებინა განსხვავებული მომსახურება და რაც მთავარია დაგვეახლოვებინა ევროპასთან, როგორც მომსახურებით, ასევე პროდუქტებით. ძალიან კარგი. ანა, აი თუ შეიძლება მითხარით e-commerce, რადგან ჩვენ e-commerce სექტორზე ვართ ორიენტირებული, e-commerce სექტორისთვის რა სერვისებს და მომსახურებებს გამოყოფთით რა? კი ბატონო, ჩვენ დავიწყეთ თვითონ Paysera-ს უკვე ქონდა 8 წელზე მეტი არის, რაც იყენებს გადახდის ინიცირების მომსახურებას, რომელიც არის ღია ბანკინგის ფუნქციონალზე დაფუძნებული და შესაბამისად ჩვენ სადღაც წლის დასაწყისისკენ უკვე მომხმარებლებს შევთავაზეთ აღნიშნული მომსახურება. რაც მოიცავს იმას, რომ გვაქვს ჩვენი Paysera Gateway, რომელიც ინტეგრირებაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია თავის ელექტრონული კომერციის მაღაზიაში და მომხმარებელს თავაზობს გადახდას ბარათის ალტერნატიული გზით. კერძოდ მომხმარებელი გადადის თავის ინტერნეტ და მობაილ ბანკში და ძალიან მარტივად სულ რამოდენიმე კლიკით ახორციელებს გადახდას. მომხმარებელს ეგრევე ეჭრება თანხა და შესაბამისად მერჩანტს ეგრევე უჯდება ანგარიშზე. აღარ ჭირდება საბარათე მონაცემების დამუშავება, დრო აღარ იკარგება და რაც ყველაზე მთავარი არის, საკომისიო არის ძალიან დაბალი შედარებით, აი რო ავიღოთ Visa Mastercard-ის საკომისიო მაგალითად საშუალო და უხეშად 2%, ჩვენ თავაზობთ 3-ჯერ და 4-ჯერ დაბალ საკომისიოც, რაც ძალიან მომგებიანი არის მომხმარებლებისთვის. და რაც მთავარია ინტეგრაცია არის ძალიან მარტივი, იმიტომ რომ გვაქვს API, რომელიც მარტივად ინტეგრირდება, ტექნიკური დოკუმენტაცია გვაქვს ძალიან მარტივ ენაზე დაწერილი, ასევე გვყავს ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სრულად ეხმარება მომხმარებელს ინტეგრაციაში, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად მარტივი არის, რომ ჩვენი ჩართულობა არ სჭირდებათ და პირდაპირ შეუძლიათ, რომ ეს Gateway და ეს API თავიანთ სისტემებში დააინტეგრირონ. ძალიან მოქნილი არის, შეუძლიათ მოარგონ თავიანთ გადახდების სისტემას, კონფიგურირება გაუკეთონ და ყველანაირად ვცდილობთ ჩვენს დავახმაროთ და კონსულტაცია გაუწიოთ საჭიროების შემთხვევაში. ხო, არა ძალიან საინტერესო რაღაცებს შეეხე, იმიტომ რომ რეალურად e-commerce სექტორის ერთ-ერთი ასე ვთქვათ რა გამოწვევა ზუსტად ეგ არის დაბალი პროცენტები და მათთვის ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის რა და მჯერა რომ რა ვიცი ბევრისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესოა კიდე თან მით უმეტეს კიდე საინტერესო არის, ვისაც სხვადასხვა პლაგინებზე აქვს დაწყობილი. აი მაგალითად Shopify-ის პლაგინზე აქვს ძალიან ბევრ ჩვენთან დაწყობილი და WordPress-ი კი WooCommerce-ი ანუ საკმაოდ ბევრი არის, რომელიც პირდაპირ აი მაგალითებიდან გამომდინარე რომ ვილაპარაკოთ, დაახლოებით 15 წუთში აკეთებენ უკვე აქტიურებენ პირდაპირვე და უკვე თავის შაშენებულ სისტემაში 15 წუთში უკვე ჩვენი გადახდების სისტემაც ჩაინტეგრირებული აქვს და უკვე თავაზობენ თავიანთ მომხმარებელს. და არ არის აუცილებელი რომ ძველი გამორთონ, ანუ თქვა საბარათე გადახდები გააუქმონ, პარალელურად საბარათე გადახდებთან ერთად შესაძლებლობა აქვთ რომ ჩვენი გადახდების სისტემითაც ისარგებლონ. და თვითონვე ამოტივირებენ მომხმარებელს რომ გადაიხადონ უკვე ღია ბანკინგის ფუნქციონალით, იმიტომ რომ თვითონ მერჩანტსაც უღირს რა თქმა უნდა რომ დაბალი საკომისიო გადაიხადოს და გაცილებით დაზოგოს ბევრი დიდი თანხა ამ მომსახურებაში. განსაგებია. როგორი არის Paysera-ს მიდგომა უსაფრთხოების მიმართ რა? ანუ უსაფრთხოება ახლა ერთ-ერთი ისეთი რა ქვია პრიორიტეტული მიმართულებაა და ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? ამ ხრივ როგორ ხართ? ანუ რა როგორ არის ვთქვათ მომხმარებელი დაცული რა? აღნიშნული სერვისი, ღია ბანკინგის სერვისი დაფუძნებული არის PSD2 სტანდარტზე, რომელიც არის ევროკავშირის და ევროკავშირის რეგულაციებით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტი. და შესაბამისად, გარდა ამისა და გარდა ეროვნული ბანკის რეგულაციებისა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სრულად დავიცვათ ეს რეგულაციები და ეს უსაფრთხოების ნორმები გათვალისწინებული არის, რა თქმა უნდა, ჩვენ სისტემებშიც და მომხმარებელი სრულად დაცულია. ძალიან კარგი. კიდე ესეთ შეკითხვა მაქვს რა, რა უპირატესობა აქვს მაგალითად SEPA-ს და SEPA instant გადახდებს და რატო არის მნიშვნელოვანი ქართული ბაზრისთვის რა?
კი ბატონო, ძალიან საინტერესო პროდუქტი არის ზოგადად ეს, იმიტომ რომ ანგარიშწორება სრულიად ცვლის ევროკავშირის მიმართულებით. თვითონ საქართველოს ჯერჯერობით მოგეხსენებათ, რომ არ არის ეპაში ჩართული, განაცხადი კი გააკეთა ქვეყანამ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო ჯერჯერობით ვერ გავწევრიანდით. თუმცა ჩვენ მოვახერხეთ და უკვე ვართ სეპას წევრები და პირველივე დღიდან მომხმარებელს ვთავაზობთ სეპა გადარიცხვებს. რა არის სეპა, ძალიან მოკლედ გეტყვით, ანუ ეს არის ერთიანი ევროს გადახდების სისტემა, რომელიც რეგულირდება ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ და როგორც მაგალითად საქართველოში ლარში ანგარიშწორება არის მარტივი, ზუსტად ანალოგიურად არის ევროპის და ევროკავშირის ქვეყნებისათვის, ქვეყნებში ევროს გადარიცხვა მარტივად. მხოლოდ აიბანი არის საჭირო მიმღების და დასახელება. ხოლო სეპა უკვე არის 100.000-ის ზემოთ, როდესაც არის თანხა და მიმღებს თანხა ანგარიშზე უჩნდება მაქსიმუმ მეორე სამუშაო დღეს. თუ დილით შესრულდება, იმავე დღესაც აესახება ანგარიშზე თანხა. და გადარიცხვები სრულდება ძალიან მარტივად, როგორც აღნიშნე და მომხმარებელს არ ჭირდება ბევრი ინფორმაციის შეყვანა, არ მონაწილეობს შუამავალი ბანკი და რაც მთავარია, საკომისიო გვაქვს ძალიან დაბალი 7 ევრო არის ფიქსირებული, რომელიც საქართველოს ბაზარზე ფაქტობრივად არსად არ არის გარანტირებული გადარიცხვისთვის აღნიშნული საკომისიო. Paysera-ს საპორტთან დაკავშირებით მინდა ვიკითხო რა, რამდენად იდეალურად არის ეს აწყობილი, ვთქვათ, კლიენტთა მომსახურება, მიდგომა, ვთქვათ 24 საათიანია თუ არა, ეს დეტალებიც რო გავიაროთ რა, რომ ვთქვათ მომხმარებელს ამ პოტენციურ კლიენტს რო ესმოდეს ამ მიმართულებით როგორ ხართ. კი. როგორც აღნიშნეთ უკვე ჩვენ ვართ ციფრული ბანკი, თუმცა როგორც ხედავთ, გვაქვს ერთი მომსახურების ცენტრი, სადაც გვყავს ფიზიკური საპორტიც და ასევე ონლაინ საპორტიც. გარდა ჩვენი ქართული საპორტისა, ჩვენ 24 საათიანი საპორტი გვაქვს, რომელსაც ემსახურება უკვე ლიეტუვის ცენტრალური კოლ-ცენტრი და აქედან გამომდინარე მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია დაარეკოს, გაიაროს კონსულტაცია და ან მოვიდეს ჩვენთან ფილიალში. თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, ფილიალში მოსვლა არ არის საჭირო, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთება არის დისტანციურად შესაძლებელი. ონბორდინგიდან დაწყებული, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის, ანგარიშის გახსნა, ნებისმიერი პროდუქტის გააქტიურება, ნებისმიერი ტრანზაქცია, აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელი არის, რომ დისტანციურად გაკეთდეს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა ექნება, რეკავს, რა თქმა უნდა, ჩვენთან, ჩვენი მომხმარებელთა მხარდაჭერის თანამშრომელი ეხმარება, გადიან კონსულტაციას, თუ არა და შეუძლია, რა თქმა უნდა, ფილიალშიც გვესტუმროს და აქაც გაუწევთ მომსახურებას. და როგორც ჩვენი ასევე Paysera-ს ქსევის ნებისმიერ წევრს შესაძლებლობა აქვს, რომ მიმართოს ნებისმიერ Paysera-ს და ყველგან მიიღებს ზუსტად ანალოგიურ მომსახურებას და ჩვენი მიზანი არის, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ევროპული პროდუქტები, არამედ ევროპული მომსახურებაც და თითოეულ მომხმარებელზე მორგებული მათი საჭიროებიდან გამომდინარე საპორტი და მომსახურება. ხო, ანუ სტანდარტები მაქსიმალურად გიჭირავს რა. ვცდილობთ, ჯერჯერობით კი მომხმარებლების უკავშირიდან გამომდინარე, საკმაოდ დადებითი უკავშირი არის და ძალიან კმაყოფილები არიან მომსახურებითაც, პროდუქტებითაც, ტარიფებითაც და ამ ეტაპზე ვცდილობთ, რომ ეს ევროპული სტანდარტი შევინარჩუნოთ და ჩვენი სლოგანი რაც არის, გავამართლოთ და ეს ევროპული მომსახურება შემოვიტანოთ საქართველოს ბაზარზე. ძალიან მაგარია. როგორი არის, აი, მცირე და საშუალო ბიზნესი, რაც ძალიან ესეთი რა, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი და საინტერესო სეგმენტი არის, მათთვის ამდენად ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი, რა, თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენ ისეთ საპორტი გვაქვს, რომ ჩვენ თვითონაც კი ვეხმარებით, ვთქვათ, ინტეგრაციაში, იმაში. აი, ინტეგრაციის გარდა, ვთქვათ, საფასო პოლიტიკა და ეს ყველაფერი რომ უფრო ჩავშალოთ რა. კი ბატონო, ძალიან მიმზიდველი არის ყველასთვის, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, ქართული ბანკები სთავაზობენ განსხვავებულ ტარიფებს კლიენტებს, მაგრამ უფრო დიდ კლიენტებს, ვისაც დიდი ბრუნვები აქვს და ჩვენი ტარიფები და ჩვენი საკომისიო ყველასთვის ხელმისაწვდომი არის, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის და მით უმეტეს მცირე და მიკრო კომპანიებისთვის, ვისაც არ აქვს დიდი ბრუნვები. ანუ აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩვენთან საკომისიოს გარეშე გარდა ტრანზაქციებისა. ანუ მომხმარებელს შეუძლია რომ გაიაროს რეგისტრაცია და გახსნას ანგარიშის გახსნა, მომსახურება, აბსოლუტურად ყველაფერი საკომისიოს გარეშე სრულდება. ინტერნეტ ბანკით, მობაილ ბანკით ისარგებლოს, ასევე დააინტეგრიროს გადახდის ინიცირება და ეს payment gateway გამოიყენოს. არაფერში დამატებით საკომისიო არ არის და რაღაც დამალული ხარჯები ჩვენ არაფერი არ აქვს. მომხმარებელი იწყებს საკომისიოს გადახდას მხოლოდ ტრანზაქციის განხორციელებისას და ტრანზაქციის საკომისიოებიც იმდენად მინიმალური და იმდენად დაბალი არის, რომ ძალიან მომგებიანი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის. იგივე კონვერტაციებზეც საკმაოდ კარგ კურსებს თავაზობთ მომხმარებელს, რომელიც აი ფაქტობრივად სავალუტო ჯიხურებს რო შევადაროთ, იმის ტოლფასი არის და არავის აღარ უღირს, რომ სადღაც სხვაგან გადაიტანოს თანხა და აკონვერტიროს, მე აქ გადმოიტანოს, აქედან გადარიცხოს, პირდაპირ ჩვენ განაკეთებენ ყველაფერს სრულად, კონვერტაციასაც აქვე აკეთებენ, გადარიცხასაც აქვე აკეთებენ და საკომისიოებში იმდენად ზოგავენ და ისეთი საოპერაციო ხარჯების კუთხითაც ძალიან დაბალი საკომისიოები რახან არის, ამიტომ უღირთ, რა თქმა უნდა, ჩვენთან
ანგარიშების გადმოტანა. თან მით უმეტეს, რომ დისტანციურად კეთდება ყველაფერი, ფილიალში მოსვლა არ ჭირდებათ და ჩვენც ვუწყობთ ხელს, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ის საკომისიობის დაზოგვაშიც ვეხმარებით, ასე ვთქვათ და დისტანციურად ყველაფერში ეხმარებით აბსოლუტურად, რომ გაუმარტივდეთ ეს ყველანაირი პროცესი. საინტერესოა, საკმაოდ ისეთი კონკურენტული უპირატესობებით ხართ ბაზარზე წარმოდგენილი რა. თუ გაქვთ წარმატებული кейსები ქართულ e-commerce-ებთან რა, აი მაგალითად მაგაზეც რომ მოგვიყვეთ რა. კი ბატონო, ანუ როგორც გითხარით, წლის დასაწყისიდან დავიწყეთ, თავიდან ცოტა უჭირდათ სიმართლე რო გითხრათ, გაგების კუთხითაც, ანუ თვითონ მერჩანტებისთვისაც ახალი იყო, მათი მომხმარებლებისთვისაც ახალი იყო, იმიტომ რომ მაინც მომხმარებელი მიჩვეულია ამ საბარათე გადახდას, მაინც ურჩევნიათ, რომ შეიყვანონოს ბარათის ციფრები, CVV კოდები, ვადა, სახელი გვარი და ასე შემდეგ, თუმცა ნელ-ნელა მომხმარებლის ქცევა იცვლება და მომხმარებლებიც გადადიან უკვე ამ ახალ გადახდებზე. და შესაბამისად ის ჩვენი მერჩანტებიც, ვისაც უკვე დაინტეგრირებული აქვს, სტატისტიკას რა ვნახულობთ ყოველთვიურად, საკმაოდ ზრდადია, გადახდების რაოდენობა იზრდება, მერჩანტების რაოდენობაც იზრდება და ნუ აი საკომისიო იმდენად დაბალი არის, რომ ნამდვილად უღირთ, რომ თავიანთ თვითონვე დაამოტივირონ თავისი მომხმარებლები, რომ საბარათე გადახდა კი აღარ განახორციელონ, უკვე გადახდის ინიცირებით და ამ ღია ბანკინგის სერვისით გააკეთონ გადახდები. და გარდა ამისა, გარდა ელექტრონული კომერციის მაღაზიებისა, ჩვენ გვაძლევთ შესაძლებლობას მომხმარებელს, რომ ისარგებლონ payment link-ით, ანუ გადახდის ბმულით, რომელიც არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვინც გარკვეული პერიოდულობით იღებს გადახდებს. აი მაგალითად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევო კომპანიები, თუნდაც უნივერსიტეტები, სკოლები, ვინც რაღაც გარკვეული პერიოდით მომხმარებლებისგან თანხებს იღებენ, შესაძლებლობა აქვთ, რომ დააინტეგრირონ ჩვენი სერვისი და თავიანთ მომხმარებელს გაუგზავნონ ეს გადახდის ბმული. იგივე ინვოისების ნაწილშიც მაგალითად, ევროპაში მაგალითად საკმაოდ გავრცელებული არის უკვე, რომ ინვოისში საბანკო რეკვიზიტები კი აღარ წერია და გადარიცხვა ხელით კი აღარ უნდა აკრიფოს ბუღალტერმა, პირდაპირ ბმულზე დააჭერს, გადამისამართება თავის ინტერნეტ მობაილ ბანკში და დახვდება უკვე შევსებული საგადახდო დავალება. სადაც ყველაფერი არის, უბრალოდ ერთი კლიკით დაადასტურებს და გადახდა სრულდება. და ეს მიკროსაფინანსოები და სადაზღვევოები რო ვახსენეთ, მაგალითად მათთვის ძალიან კარგია, იმიტომ რომ აი მესიჯს რო უგზავნიან მაგალითად შემახსენებელ მესიჯს მომხმარებელს, იქვე აყოლებენ გადახდის ბმულს და ამ გადახდის ბმულით ავტომატურად უკვე მათი მომხმარებელი იხდის თანხას. ანუ იდეაში როგორც მივხვდი, ეს ვთქვათ იმ ხალხისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება, ვინც თქვათ Facebook-ში ვაჭრობს. კი, მაგათთვისაც ყავს ეგეთი მომხმარებლებიც. TikTok მოვაჭრეებისთვისაც ძალიან საინტერესო იქნება. ყავს ეგეთი მომხმარებლებიც, აი მაგალითად Facebook, Instagram-ით რო ყიდიან და არა აქვთ ონლაინ მაღაზიები და ელექტრონული კომერცია არა აქვთ, ისინიც აგენერირებენ ბმულს, თან მათ ინტეგრაციაც აღარ არის საჭირო. ერთჯერადად ხელით შეუძლიათ ამ ბმულის გენერირება, პირდაპირ გაუგზავნიან თავის მომხმარებელს, თუნდაც Messenger-ით, WhatsApp-ით, ნებისმიერი არხით და პირდაპირ ამ ბმულიდან აკეთებს უკვე მომხმარებელი გადახდას და 24/7-ზე ეგრევე უჯდებათ ანგარიშზე თანხა. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ბანკიდან გადაიხდიან. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით, რომ გარდა ქართული ბანკებისა, ჩვენ ღია ბანკინგში ჩართული ყავს ევროპის ბანკებიც. დაახლოებით 100 ბანკი არის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩართული და ქართული ბანკების ანალოგიურად ევროპის ბანკებიდანაც იგივენაირად შეუძლიათ მიიღონ გადახდები. და ყავს მერჩანტი მით უმეტეს ერთ-ერთი, რომელიც ქართულ ბანკებს საერთოდ არ იყენებს, იმიტომ რომ უცხოეთში აქვს თავისი მომსახურება გატანილი და პირდაპირ ევროპის ბანკებიდან იღებს გადახდას ძალიან მარტივად. და ნუ რა თქმა უნდა საკომისიო იმდენად მცირე არის, რომ ვერც ერთი საბარათე გადახდა ამას ვერ ჩაანაცვლებს და კონკურენციას ვერ გაუწევს. ძალიან საინტერესოა. რა არის Paysera-ს სამომავლო გეგმები, თუ შეიძლება ამაზეც ვისაუბროთ? კი ბატონო, გეგმები დიდი გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავიდან რომ შემოვედით ბაზარზე გარკვეული პირობები გქონდა ეროვნული ბანკისგან, იმიტომ რომ ციფრული ბანკი ვართ და ყველა პროდუქტს ერთდროულად ვერ გავუშვებდით. შესაბამისად, ეხლა ყველა ის პირობა შესრულებული არის და ნელ-ნელა ვიწყებთ უკვე სხვადასხვა პროდუქტების დამატებას. მაგალითად, წლის ბოლოსკენ დაემატება პლასტიკური ბარათები, ვიზასადებეტო ბარათები გვექნება, რომელიც პრემიუმ ხარისხის არის, თუმცა ტარიფი იმდენად დაბალი იქნება, რომ კონკურენციას გაუწევს საკმაოდ ძვირიან და ეგრეთ წოდებულ VIP ბარათებს. საკმაოდ ბევრი ბენეფიტი ექნება და როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის საკმაოდ მიმზიდველი იქნება და სხვადასხვა საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ასევე სესხების ნაწილსაც შევეხები, იმიტომ რომ სესხები ძალიან მნიშვნელოვანია ბანკებისთვის მოგეხსენებათ. შემდეგი წლისთვის უკვე სესხებიც იგეგმება, როგორც ფიზიკური, ასევე ესეც იურიდიული პირებისთვის და სხვადასხვა პროდუქტებს შევთავაზებთ მაგ კუთხით. ანაბრების დანერგვასაც გვეგმოთ, რა თქმა უნდა, მიმდინარე ანგარიშზე დარიცხვაც და ჩვეულებრივ ვადიანი მოთხოვნამდე ანაბრებიც დაგვემატება. და ნუ გარდა ამისა სხვა ინოვაციური პროდუქტები, რომელიც თქვა საქართველოს ბაზარზე ჯერ არ არის, ვაპირებთ, რომ გარკვეული პროდუქტები შემოვიტანოთ და შევთავაზოთ ჩვენ მომხმარებლებს. ეგ მაშინ შემდეგი ეპიზოდისთვის დავიტოვოთ რა. კი ბატონო. ანა, ძალიან დიდი მადლობა და მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა.